საამშვიდობისა პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს მთავარი აჭარის გადაცემა, რომელშიც ყოველ სამშაბათს განსხვავებული აქცენტებით გესაუბრებით ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მხოლოდ მთავარ ამბებზე. მე ვარ ჟურნალისტი ლაშა ზარგნევა და დღევანდელ გადაცემაში წარმოგიდგენთ. ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრებები, დაძაბული საერთაშორისო ურთიერთობები და ამ ფონზე სამზადისი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცხელი ზაფხული და დაძაბული პოლიტიკური შემოდგომა რა ხდება ქართულ პოლიტიკაში. დასავლელი პარტნიორების გამკაცრებული ტონი და დისკუსია უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე. რა გზა უნდა აერჩიოს საქართველომ, რათა თავიდან აირიდოს დასავლეთთან ურთიერთობის საბოლოო გაუარესება. პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ვსვამთ ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვას, რატომ ებრძვიან ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს და რატომ იქცა 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად ოპოზიციის შიდა დაპირისპირების მიზეზად. მხოლოდ მთავარი და მნიშვნელოვანი გადაცემაში მთავარი აჭარაში. ეს არის ახალი სატელევიზიო სეზონის პირველი გადაცემა და შესაბამისად ერთგვარი მიმოხილვა და შეჯამება გამოგვივა იმ პროცესების, რომელიც ზაფხულის განმავლობაში ჩვენს ირგვლივ ხდებოდა. საქართველოს პოლიტიკური ველი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაძაბულია, რაც მრავალი ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესებითა და უწყვეტი საპროტესტო აქციებით. ამ მოვლენებმა საფუძველი ჩაუყარა ღრმა პოლიტიკურ კრიზისს, რომელსაც მართლ პარტიასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება ახალ დონეზე აყავს. თუ ზაფხულის პერიოდს გადავხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე მოვლენა, რომელმაც საზოგადოების მღელვარება გამოიწვია, არის ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაპატიმრებები. ეს ფაქტები გახდა სერიოზული შეშფოთების საგანი საერთაშორისო საზოგადოებისთვის. მართლ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკოსები კანონს არ დაემორჩილნენ და თავად გადაწყვიტეს ციხეში წასვლა. თუმცა ოპონენტების შეფასებით ხელისუფლება ავტორიტარიზმის გზას დაადგა და ყველა, ვინც არ ეთანხმება არსებულ რეჟიმს, ციხეში უნდა გამოამწყვდიოს. ბოლო პერიოდში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა კიდევ უფრო დაეძაბა. მათი უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. ივნისის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ საქართველოს დემოკრატიის სერიოზული უკუსვლის საპასუხოდ ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავდა. ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად კომისიამ რეკომენდაციები გასცა და შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაასახელა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ რადიო თავისუფლების კითხვების საპასუხოდ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ციტატა, კომისია რეკომენდაციების შესრულებას შეაფასებს შემდეგი ანგარიშის ფარგლებში, რომელიც 2025 წლის ბოლოს გამოქვეყნდება. ამ შეფასების საფუძველზე უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე სავარაუდო გადაწყვეტილება მიიღება წინასწარ განსაზღვრული მრავალსაფეხურიანი პროცესის შესაბამისად. ევროკავშირის ინსტიტუტისა და წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ რადიო თავისუფლებისთვის გაგზავნილ პასუხებში. მე აქვე გეტყვით პროცედურებს, რომელიც უვიზო რეჟიმის შეწყვეტისთვისაა საჭირო საქართველოსთვის ამ პრივილეგიის მოხსნის გადაწყვეტილების მისაღებად. ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება არ არის საჭირო, საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა, ანუ 27 წევრი სახელმწიფოდან ის 15 სახელმწიფო, სადაც ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65% ცხოვრობს. ამ მოვლენათა ერთობლიობა ქმნის პოლიტიკურ ამინდს, სადაც ძალიან რთულია მომავლის პროგნოზირება. ოპოზიცია გაყოფილია, ხელისუფლება ძალას იყენებს და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა იძაბება. ამასთან რჩება კითხვები, რა გზას აირჩევს ქვეყანა, რამდენად შეძლებს პოლიტიკური კრიზისის დაძლევას და ყველაზე მთავარი, რა იქნება ამ ყველაფრის შედეგი ქართველი ხალხისთვის. ამ მოვლენების ფონზე კი ხელისუფლება 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ატარებს, რაც ოპოზიციურ სპექტრში, რომელიც ისედაც დასუსტებულია, ურთიერთობებს უკიდურესად ამწვავებს და გვიჩვენებს იმ ღრმა კრიზისს, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრშია. 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქცა არა იმდენად ქართულ ოცნებასთან დაპირისპირების პლატფორმად, არამედ ოპოზიციის შიდა ბრძოლის მიზეზად. რაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები უფრო მეტად ერთმანეთში არიან ომში, ვიდრე ხელისუფლებასთან. ანუ საქმე გვაქვს ნამდვილ პოლიტიკურ პარადოქსთან. ერთი მხრივ ყავს პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ უნდა შევიდნენ ხელისუფლებასთან ბრძოლაში არჩევნების გზით, ეს არის ლელო საქართველოსთვის და
გიორგი გახარიას საქართველოსთვის, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში. მათი არგუმენტი მარტივია და ეყრდნობა ლოგიკას ბრძოლა ინსტიტუციურ სივრცეში ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. მათი აზრით საშუალებას მისცემს გახსნან ქართული ოცნების ხელისუფლების რკინისკარი და მოიპოვონ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი სივრცე, საიდანაც შესაძლებელი იქნება ხელისუფლების კონტროლი და ზეწოლა. ისინი ამტკიცებენ, რომ მოქალაქეები არ უნდა დატოვონ ქართული ოცნების გავლენის ქვეშ და ბრძოლა ყველა შესაძლო ფრონტზე უნდა გაგრძელდეს. მეორე მხრივ, გვყავს ოპოზიციის მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე პროევროპული პარტიები, რომლებიც არჩევნების ბოიკოტირების რეჟიმში არიან. მათი პოზიცია რადიკალურია და მკაფიო არჩევნებში მონაწილეობა მათთვის ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით იმ თამაშის წესებს, რომლებსაც ხელისუფლება კარნახობთ. მათივე მტკიცებით ნებისმიერ არჩევნებში შესვლა ქართული ოცნების ლეგიტიმაცია. აქ იბადება მთავარი კითხვა, რომელი სტრატეგია უფრო ეფექტიანი ქვეყნისთვის და რაც უფრო მნიშვნელოვანია, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ოპოზიციის ამ დაყოფამ ქართული დემოკრატიისთვის. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოპოზიცია ასეთი მძიმე დილემის წინაშე დგას. ისტორიული გამოცდილება გვასწავლის, რომ ოპოზიციის დაშლა მხოლოდ და მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება. ავიღოთ მაგალითად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. ოპოზიციამ მაშინაც დააყენა ეჭქვეშ შედეგები და უარი თქვა პარლამენტში შესვლას, თუმცა შემდგომ ნაწილმა მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესულიყვნენ საკანონმდებლო ორგანოში. ბოიკოტის სტრატეგია მაშინაც გაიყო და საბოლოოდ ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია სასურველ შედეგს. ამ დაპირისპირებამ ხელი შეუშალა ოპოზიციას ემოქმედა კოორდინირებულად და ერთიანად, რაც მათ გაცილებით ძლიერ პოზიციაში დააყენებდა. ექსპერტები დღესაც ხაზს უსვამენ, რომ ოპოზიციის გაერთიანების გარეშე ხელისუფლებასთან ბრძოლა თითქმის შეუძლებელია. პარტიების გაყოფა და განსხვავებული სტრატეგიები ნიშნავს, რომ მათი ენერგია და რესურსები იხარჯება არა ხელისუფლების დასუსტებაზე, არამედ ერთმანეთის კრიტიკასა და საკუთარი პოზიციების გამყარებაზე. ოპოზიცია, რომელიც ვერ თანხმდება საბაზისო საკითხებზე, ვერ იქნება სანდო პარტნიორი მოქალაქეებისთვის, მიაჩნიათ ექსპერტებს. ქართულ ოცნებასაც ბუნებრივია სწორედ ეს უნდა. პოლიტიკის ექსპერტთა აზრით ხელისუფლების სტრატეგია მიმართული არა მხოლოდ ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაზე, არამედ მათ დაქუცმაცებასა და ერთმანეთთან დაპირისპირებაზე და როგორც ხედავთ, მათ წარმატებით მიაღწიეს ამას, როდესაც ოპოზიციის ერთი ნაწილი მეორეს უწოდებს ქართული ოცნების პარტნიორს. ეს ნიშნავს, რომ მმართველი პარტიის მიზანი შესრულებულია. საბოლოო ჯამში ამ არჩევნების შედეგი შეიძლება გახდეს კიდევ უფრო ხმა პოლიტიკური კრიზისის საბაბი, სადაც ოპოზიცია არა ხელისუფლებას, არამედ ერთმანეთს ებრძვის. და ეს დაშლილი ძალები, რომლებიც ვერ ახერხებენ საერთო პოზიციის შეჯერებას, საბოლოოდ ვერაზროს მოიპოვებენ მოქალაქეების სრულ დობასა და მხარდაჭერას, ასკვნიან პოლიტოლოგები. რჩება ერთი კითხვა, რომელზე პასუხიც ალბათ მხოლოდ ჩვენს მაყურებელს აქვს, ხომ არ არის ეს დაპირისპირება ქართული დემოკრატიის კიდევ უფრო დიდი მარცხის დასაწყისი? ან იქნება არსებობს გამოსავალი, რომელსაც ჯერ ვერ ხედავთ? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ჩვენ სტუმრებთან ერთად შევეცდებით. ვაჟა დარჩია, ლელო ძლიერი საქართველოს პარტიული სიის პირველი ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბათუმის თვითმმართველობაში და გენრი დოლიძე, დროას ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, უკვე შემოგვიერთდნენ სტუდიაში. მოგესალმებით ბატონებო. მადლობა თქვენ იმისათვის, რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. აღვნიშნეთ კიდევაც მონოლოგში, რომ ეს არის შემოდგომის სეზონის პირველი გადაცემა და გვაქვს ძალიან ბევრი სასაუბრო თემა დაგროვილი ამ ხნის განმავლობაში, რომელზეც საზოგადოებას მათ შორის აინტერესებს და აწმუნებული ვარ თქვენგან პასუხები. ორივესთან მექნება თითქმის ერთ და იგივე შინაარსის კითხვა პირველ ეტაპზე. ჩვენს მონოლოგში აღვნიშნეთ, რომ საქართველოს პოლიტიკური დაძაბულობა პიკს აღწევს, არ ვიცი, იშვიათად გამახსენდება ბოლო წლების განმავლობაში, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის შიგნით ასეთ დაპირისპირება. ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის ლელო, არჩევნებში მონაწილეობს და ამბობს, რომ ეს არის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ხელისუფლებასთან ბრძოლის ნაწილში ვაჟა და მეორე ნაწილი ამ პოზიციას იზიარებს ბატონი გენრის პოლიტიკური პარტია და თანამოაზრეები, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომელიც შეიძლება დაუშვას ოპოზიციის
პროევროპულმა ნაწილმა პირველ რიგში ამომრჩევლების წინაშე. ბატონო, თქვენგან დავიწყოთ ამ შემთხვევაში, რატომ არ უნდა მონაწილეობდეს ოპოზიცია ამ არჩევნებში და რა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა ამ შემთხვევაში იგივე გახარიას პარტია მან ლელომ, რომელიც ერთგვარ თანამოაზრედ მაინც გახარიას პარტიისგან განსხვავებით მოიაზრებოდა თქვენს ამ ერთობაში არ გულისხმობ რა თქმა უნდა გაერთიანებას ოპოზიციის თანამოაზრეობას გულისხმობ რა თქმა უნდა. პირველ რიგში მოგესალმებით, მინდა მივესალმო ზვიად რატიანს, რომელსაც დღეს სასამართლო პროცესი ჰქონდა, ჩემს კოლეგას მინდა უსურვო ხნეობა, ასევე მინდა უსურვო ჩემი პარტიის ლიდერებს ელენე ხოშტარიას და მოთხეულის კოალიცია გირჩი ახალი და დროას ლიდერებს ხნეობა, პირველად მეძლევა ამის შესაძლებლობა, გამძლეობას უსურვებ მათ, ელენეს ჯანმრთელობას უსურვებ, ხნეობა და შემართება არაკლია და დარწმუნებული ვარ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, მიუხედავად იმისა, ჩვენი დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი ამ წუთში ციხეში იმყოფებიან პატიმრობაში, უკანონო პატიმრობაში, ისინი არიან თავისუფლები, არიან მოწოდების სიმაღლეზე და იქიდანაც იბრძვიან და ჩვენზე არანაკლებ საქმეს აკეთებენ ამ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში. რაც შეეხება არჩევნებს და კითხვას, ჩემი აზრით ამ არჩევნებში შესვლა არის რეჟიმის თანამზრახველობა და ლეგიტიმაციის მინიჭება მისთვის, იმიტომ რომ ამ არჩევნებს არ გააჩნია კონკრეტული შედეგი, ყველამ კარგად ვიცით რომ ქართულ ოცნებას ამ წუთში, ამ მდგომარეობით, ამ სიტუაციით, ამ საარჩევნო გარემოთი, ამ საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, ამ საარჩევნო სისტემით აქვს კარტ ბლანში გააყალბოს არჩევნები და დაიწეროს ის მონაცემები არჩევნების შემდეგ 4 ოქტომბრის საღამოს, რაც ბიძინა ივანიშვილის წინა საღამოს დაესიზმრება. მაგალითად, რო ავიღოთ ჩვენ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ძალიან ბევრი უპირატესობა ჰქონდა ამ არჩევნებთან შედარებით. ჰქონდა თავისუფალი გაცილებით უფრო თავისუფალი მედია გარემო, ბევრი ტელევიზია დაიხურა მას შემდეგ, ვიყავით ბევრი პარტია, 10 სუბიექტი გაერთიანებული ბათუმში, შეთანხმებული კანდიდატები ყავდა, საერთაშორისო ორგანიზაციები აკვირდებოდნენ ამ არჩევნებს, არასამთავრობო ორგანიზაციების რეპრესიები არ იყო ასეთ ფაზაში გადასული და ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა. ამ დაკვირვებების, ამ ტელეგაშუქების, ამ საერთაშორისო მხარდაჭერის ფონზეც კი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირველი ტური მეერის არჩევნებში და საკრებულოს არჩევნებში შევძელით რომ დაგვემარცხებინა ორივე ფლანგზე ქართული ოცნება, მეორე ტურში მერის პორტფელი გამოგვლიჯა ხელიდან ოპოზიციურ ამომრჩეველს და ასევე მოახერხეს რომ ტრაგიკული გარდაცვალებით ნუგზარ ფუტკარაძის ხელში ჩაიგდეს საკრებულოს უმრავლესობა და შემდეგ გახარიას პარტიის რამდენიმე წევრის მოსყიდვით თუ გადაბირებით რაც ქვია ამას. შესაბამისად, საბოლოო ჯამში აზრი არ აქვს ქართულ ოცნებასთან აი ამ თამაშის შესვლას, იმიტომ რომ ბოლოს მაინც ის შედეგი დადგება. ეს არის ქართული ოცნების თამაშის შესვლა, გენრი, თქვენ კი, ჩემი აზრით ეს არის ქართული ოცნების თამაშის შესვლა. და მისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება, იმიტომ რომ ის აბსოლუტურად ყველა მხრიდან იზოლირებული იყო და ვხედავთ რომ ამ თანამშრომლობის სანაცვლოდ მან საკმაოდ სუყელუკმებიც კი გაიმეტა იმ პარტიებისთვის, რომლებიც ამ თამაშში შეყვნენ. თავისუფლებას გულისხმობ, იგივე გიორგი გახარიას გერმანიაში გაქცევაც მე არ მგონია რომ რაღაცა გიორგი გახარია დათათუთაშხიაა და საზღვარი გადალახა რა ვიცი ხაბალახა ხვეულმა და გონია რომ ეს ყველაფერი წინასწარ შეთანხმებული რაღაცა პროცესის შედეგია. თუმცა ეს არ არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის თანმიმდევრობა, არ ტყდებით ჩვენ ტყდება რეჟიმი, თუ ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს, ძალიან სწორად მივდივართ, ხედავთ რომ უკვე რეჟიმი შიგნიდან ირღვევა, ეს სიტყვა ძალიან ხშირად გვესმის და ძალიან ხშირად გვესმის რომ ეს ქართული ოცნების დასასრულის დასაწყისია და ეს დიდი ფრაზები ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია მძიმე ფრაზები, მაგრამ ფაქტია რომ უკვე შიგნით ბომბზეს ხედან, დინამიტის აზრზე ხედან ისინი და თავარი არის რომ არ გავტყდეთ. ეს შეიძლება რაღაცა ძალიან მოკლე ვადის პერიოდის ამბავი არ იყოს, მაგრამ აუცილებლად მივალთ დათქმულ მიზნამდე და აღთქმულ ქვეყანამდე. დღეს ჩვენ ქართული ოცნების წარმომადგენლებთანაც გქონდა მცდელობა რომ ისინი მოგვეწვია გადაცემაში მიზეზად დასახელდა ის რომ ისინი წინასაარჩევნო შეხვედრებს ატარებენ და მოუცლელები არიან ამიტომაც თუმცა დაგვირგვინდა რომ შემდეგ გადაცემებში აუცილებლად იქნებიან ჩვენთან წარმოდგენილები ამ იმედით დავემშვიდობით PR სამსახურს და იმედს ვიტოვებთ რომ ისინი მართლაც უპასუხებენ კითხვებს მათ შორის თქვენს არგუმენტებს ვაჟა ქართული ოცნების თამაშის შესვლა არისო გენრი თქვა რამდენიმე წუთის წინ ის რაც თქვენმა პარტიამ გააკეთა არჩევნებში მონაწილეობა იგულისხმა და მსუყელუკმები იმ პარტიებისთვის რომლებმაც ამ ქართულ ოცნების თამაშში
ჩაერთვნენ, ასეთია ბატონი გენრის მოსაზრება იმ მიგვირს ყველაფერს. გენრისგან აღნიშნული კომენტარი მოგესალმებით პირველ რიგში მაყურებელს მოგესალმები ახალ სეზონს გილოცავთ ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვენ პირადად ლაშა ზარგინავა კიდევ ერთ ახალ სეზონს იწყებს აჭარის ტელევიზიაზე და გრძელდება ის საქმე რაც ამდენ წელს განმავლობაში და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რასაც ჩვენ აკეთებ მათ შორის რეგიონისთვის რაც შეეხება გენრის პასუხად ცოტა ვერ დავეწიე ვერც ლოგიკას, ვერც იმ ამბებს, რაც თქვა, მათ შორის ბევრ რამეზე ილაპარაკა, ხო თქვა, რომ სუყელუკმა გადმოაგდო, რაში გადმოაგდო, სუყელუკმა ვერ გავიგე ჩვენ, როცა გადაწყვეტილება გამოაცხადა, ჩვენ ლიდერები ციხეში იყვნენ, შესაბამისად ყველა მიცოდა, რომ მადმუკას და ბადრის თავისუფლების სანაცვლოდ ჩვენ ერთად არ გავსულვართ, ხო, მამუკა და ბადრი ციხეში იყო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არჩევნებში შევდიოდით, ქართულმა ოცნებამ ეს ყველაფერი იცოდა და გამოუშვებდნენ თუ არა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საპრობილებდნენ, შეიწყალებდა თუ არა ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეწყალება არც კი მიუმართავთ, ხო, შეწყალების თხოვნით, ჩვენ მაინც ვიღებდით ამ არჩევნებში მონაწილეობას, იმიტომ რომ ჩვენ ამას განვიხილავთ დამატებით შესაძლებლობად. ანუ ის რომ იმიტო დაიჭირა და მე გაათავისუფლა ეს ლოგიკაში არ ჯდება არანაირად, ხო? ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენ მაინც ვიყავით ამ ყველაფერში ჩართული და ამ შემთხვევაში მოხდა ის, რომ ნახეთ თან პროცესია რა ძალიან მნიშვნელოვანი, როდის აი მოხდება რა თავისუფლება თქვენ ლიდერების იყო ერთგვარი პოლიტიკური კი იყო სვლა ის ყველაფერი რაზეც თქვენ მონოლოგში ისაუბრეთ რომ დაპირისპირება ოპოზიციაში გაღრმავდეს და გენრის მათ შორის ეს არგუმენტი ქონოდა ეხლა ჩემთან სასაუბროთ რომელიც ყაველაშვილმა მისცა რეალურად და ყაველაშვილის არგუმენტებით რომ გენრი და მისი კოლეგები მესაუბრებიან ცოტა მწყინს ეგამბავ იმიტომ რომ ხა ყაველაშვილი რომ შენი არგუმენტებით ლაპარაკობს როგორც მინიმუმ ეგ უნდა იყოს ხო პრობლემა ყაველაშვილმა თქვა რომ იმ დროს როცა ყველანაირი სამართლებრივი ვადა ამოწურული იყო იმისა რომ ლელოს სხვა გადაწყვეტილება მიეღო მათ შორის სიები წარდგენილი იყო საარჩევნო პროცედურებში ყველა პროცედურა გავლილი იყო და ჩვენ არ გქონდა შესაძლებლობა რომ თუნდაც სხვა გადაწყვეტილება მიგვეღო გარდა იმისა რომ ვიღებდით არჩევნებში მონაწილეობას მამუკას და ბადრის გამოშვებით დღის წესრიგში დააბრუნა საკითხი იღებს თუ არა ლელო არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო ყაველაშვილის გადაწყვეტილების ამოცანა რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დაბრუნებული იყო, თორემ გენრიმ მამუკას და ბადრის თავისუფლების გარეშეც იცოდა, რომ ლელო ძლიერი საქართველოს იღებდა მონაწილეობას ამ არჩევნებში ძალიან უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა ამ არგუმენტებზე ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და შემდეგ როცა ისინი გამოვიდნენ ამ ვადების ამოწურვის შემდეგ სწორედ იმიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ კიდე დაგსაქსულობა, კიდე გაუგებრობა შემოეტანა და თქვენ მონოლოგში ისაუბრეთ ლაშა რომ ოპოზიცია ერთმანეთს ებრძვის თქვენ ჩემი გუნდის ვერცერთი წევრისგან ვერ გაიგებთ ნეგატიურ კომენტარსაც კი ამ დროის განმავლობაში ჩვენი კოლეგების მიმართ ამას განსაკუთრებით ვამბობ იმიტომ რომ ჩვენ ესე წარმოგვიდგენია მიუხედავად იმისა რომ ჩვენ შეიძლება გზა რომელიც ავირჩიეთ ვიღაცებისთვის მოსაწონი არ იყოს ჩვენ ვხედავთ რომ სამომავლოდ ერთად და კოალიციურად უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და ჩვენ საერთო ბრძოლა ესე წარმოგვიდგენია კი ვისაუბრებ რამდენად მოხერხდება ამასაც გეტყვით როცა ვსაუბრობთ ლეგიტიმაციაზე მათ შორის ხელისუფლების და ერთ-ერთი არგუმენტი იყო გენრის ხო ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში ლეგიტიმაცია ხელისუფლების ხდება პარლამენტის მხრიდან შესაბამისად პარლამენტის არჩევნები ამ ქვეყანაში ჩატარდა გაყალბებით დღეს ყავს კოჭლი პარლამენტის შედეგად დაკომპლექტებული ხელისუფლების ლეგიტიმაცია საპარლამენტო რესპუბლიკაში ვერანაირად ვერ მოხდება თვითმმართველობის არჩევნებით რომელიც არის კონსტიტუციურად გარანტირებული არჩევნები ჩანიშნულია ოქტომბრის პირველ შაბათს ლაშა კონსტიტუცია გვეუბნება იმას რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს 4 წელიწადში ერთხელ ოქტომბრის პირველ შაბათს ასევე საარჩევნო კოდექსი თვითმმართველობის კოდექსი გვეუბნება რომ ოქტომბრის პირველი შაბათი დღეც კი არის მითითებული ფაქტობრივად ხელისუფლებას, არალეგიტიმურ ხელისუფლებას, იმის შესაძლებლობაც კი არ აქვს, რომ ეს ყველაფერი შეცვალოს, ხო, ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და შესაბამისად იძულებული იყო, რომ ეს ყველაფერი მას ჩაეტარებინა. აბა ერთი ჩვენ გვენახა დამოკიდებულება მაშინ მათ შორის საზოგადოების რო ქართულ ოცნებას ეთქვა რომ მაინც არა აქვს ამარჩევნებს აზრი, მაინც მოვიგებ, მაინც არ ჩავატარებ და მოდი მაინც თუ უნდა მევიყო, მოდი ბარემ არ ჩავატარო და ისევ მე გავჩერდები. ამაზე ხო პროტესტი გვექნებოდა. ამიტომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ზუსტად იმიტომ რომ მათ შორის გენრის პარტია და ის კოალიციები რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას ბოიკოტში ყოფნისა დააკმაყოფილონ უპასუხონ ამ მომრჩევლის მოთხოვნას, იმ მომრჩევლის მოთხოვნას, რომელიც ბოიკოტის მომხრეა და ჩვენ
ის პოლიტიკური პარტიები, რომელიც ჩავერთეთ ამ უთანასწორო ბრძოლაში და ყველა ნაბიჯი გააზრებული გვაქვს, მათ შორის უპასუხოთ იმ აი დავასრულეთ ამ ნაწილს. იმ ამორჩევლების ნაწილს უპასუხოთ, ვინც ფიქრობს, რომ მარტო ხელისუფლება არ უნდა იყოს ნებისმიერი სახის არჩევნებში წარმოდგენილი. საშუალება ბაჟამაც ბოლო ნაწილში ახსენა რას შესთავაზებთ ამომრჩეველს სანაცვლოდ ფაქტობრივად ამ მიმართულებით მიდიოდა ვაჟაც და მეც უნდა გკითხოთ რამდენად ქმედითია ეს ბოიკოტი გენდრი ლიდერების გარეშე. სხვა შემთხვევაში გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ ძალიან ბევრი საუბარი მიდის იმასთან დაკავშირებით, როდესაც ქვეყანაში ყველა პოლიტიკური ოპოზიციური ლიდერი ფაქტობრივად ციხეშია თქვენი კოალიციის განსაკუთრებით. ამ შემთხვევაში რას აკეთებს კოალიცია და მათი ბოიკოტი რამდენად ქმედითუნარიანი იქნება? პირველ რიგში პასუხს გავცემდი ვაჟას კონსტიტუციით გარანტირებული არის არჩევნები, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ეს კონსტიტუცია არის ხელისუფლების მიერ იავარქმნილი და კონსტიტუციით გარანტირებულ ფორმატში ამ არჩევნებს ხელისუფლება არ ატარებს. ეს არ იქნება კონკურენტუნარიანი, თანასწორი, გამჭვირვალე არჩევნები, ეს არ იქნება ფარული კენჭისყრა, ყველამ ვიცით რომ ბიულეტენი ჟურნალს და ამ შემდეგ, ანუ ძალიან ბევრი კონსტიტუციით გარანტირებული კომპონენტი, რაც არჩევნებს უნდა კონდეს, რომ ერქვას ამ ყველაფერს არჩევნები 24-შიც ვიცოდით რომ ეგრე მოხდებოდა, მაგრამ მაინც მივიდნენ გადაწყვეტილება და მაინც ჩავედა და 24-ში პირველად ტარდებოდა ტექნოლოგიური არჩევნები, გულწრფელად გეუბნები, პირადად ჩემი აზრია. და ქართული ოცნება როს კარგად ჩაატარებდა ამ არჩევნებს, ეგ მოლოდინი ქონდა ყველა. 24-ში ქონდა ჩვენ მოლოდინი, რომ არ გაყალბდებოდა არჩევნები. 24-ში ქონდა მოლოდინი, რომ არჩევნები იქნებოდა გამჭვირვალე და ფარული. მოქონდა ის მოლოდინი, რომ რაოდენობაში ვიყავით ბევრი და გაყალბების მიუხედავად მაინც მოვიგებდით. ეს იყო ჩვენი მთავარი მოლოდინი და არა ის 2024 წლის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ფაქტურად არჩევნები გააუქმა. ეს ახლა რაც ტარდება, ეს აღარ არის არჩევნები, იმიტომ რომ არ ახარ თქვენთან. ჩვენ ამბობ, რომ გაუქმებულ არჩევნებში წააგო თბილისი. გაუქმებულ არჩევნებში წააგო თბილისი. და საბოლოო ჯამში შედეგი დაიწერა ის, რაც თვითონ ჭირდება. საბოლოო ჯამში თვითმმართველობის არჩევნები, იმიტომ გვაქვს, რომ 64 დამოუკიდებელი არჩევნები. ხოლო თქვენ და გახარიას პარტია თბილის ბიძინა ივანიშვილს მოუგებთ ამ პირობებში. მე ჯერა გენრი იმის რომ ყოველ საღამოს ადამიანს რომელსაც ყოველ საღამოს უწყობ აქციას გენრი. ეს ბოიკოტი თქვენი ბრძოლის რა იარაღი არსებობს, რას ეუბნებით თქვენს თანამოაზრეებს, თქვენს ამომრჩეველს? არ არსებობს არჩევნების გზით ხელისუფლების შესulis ალბათობა, მაშინ რა გზა რჩება, მათ შორის თქვენს კოალიცია. ქართული ოცნება ძალიან კარგად არჩევნებს ვითხოვთ გარეთ, როგორ არ არსებობს 9 დღე არჩევნებს ვითხოვთ და არსებობს. ჩვენ თავისუფალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს მიუკერძოებელი სისტემა და იქნება ჯანსაღი საარჩევნო გარემო. აი ამას ვითხოვთ. და ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებს, რომლის კანონმდებლობაც ისე აქვს მორგებული ქართულ ოცნებას, რომ არ არსებობს არანაირი თეორიული შანსი, რომ ამ არჩევნებში შენ დაამარცხო ის ადამიანი, რომელიც საბოლოოდ წერს იმას, რაც თვითონ დაჭირდება, ეს არის უკვე მონაწილეობა მის თამაში, მის წესებით. შესაბამისად, რავი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ძალიან საკრებულო ადამიანს. საკრებულო წააგო 21-შიო და რატო ვერ დაიწერა? რატო ვერ დაიწერა? დაიწერა საბოლოო ჯამში მიიღო მაინც ის შედეგი, რა შედეგი? აქ ხო დაწერაზე ვლაპარაკობ. წალენჯი ხარ რატო ვერ დაიწერა? არ უნდოდა? ჩხოროწყუ, რუსთავი, წალენჯი ხარ და ჩხოროწყუ რატო ვერ დაიწერა? წალენჯი ხარ და ჩხოროწყუ არ არის ქართული ოცნებისთვის გადამწყვეტი, ზუსტად ეგ არის თავარი ამბავი. ჩვენ ახლა სასწორზე გვიდევს თავარი პროტესტი, ანუ ჩვენ ახლა თავარი სასწორზე გვიდევს თავარი პროტესტი. ევროინტეგრაცია, კონსტიტუცია, რომელიც თავზე გადაგვახიეს და აქეთ რაღაც პატარა ამბავი, რომ შეიძლება ბანკიტი ან ჯოჭო გამოგვიჯოთ ქართულ ოცნებას. რომელსაც არანაირი შედეგი არ ექნება საერთო ჯამში, არაფერს არ შეცვლის ეს ყველაფერი. შენ თვითონ თქვი, რომ ეს არის თვითმმართველობის არჩევნები და ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და თავარი ამბავია ქართულ ოცნებას ჩვენთვის წართმეული და თავარ ფრონტის ხაზს გამოეთიშა ჩვენ თანამებრძოლები, რომლებმაც მე გულწრფელად ვიტყვი ამას, რომ თუნდაც ბათუმში შემზე დიდი წვლილი აქვს იმ პერიოდში, როდესაც აქციები უწყვეტად მიმდინარეობდა, გამოეთიშა ეს ხალხი ამ თავარ ბრძოლას და გადაერთნენ მესამე ხარისხოვან საკითხზე და თან ამითი ირიბად ლეგიტიმაციას აძლევენ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას. ახლა რაც შეეხება კითხვა შემახსენეთ ბატონო როგორ აპირებთ მაშინ? როგორ ვაპირებთ? არა არჩევნები, რჩებით ბოიკოტის რეჟიმში. ბოიკოტი არის ცუდი სიტყვა. ბოიკოტი არის ცუდი სიტყვა. ეს არის არ თანამშრომლობა და ბრძოლა. არ თანამშრომლობა რეჟიმთან
და თანამშრომლობა იმ ადამიანებთან, რომლებიც თვლიან, რომ ქართული ოცნება უნდა შეიცვალოს. რაზე გადის მაშინ ბრძოლის ხაზი? ბრძოლის ხაზი 4 ოქტომბერი თქვა, ხო? ერთგვარი რაღაცა გარდატეხა უნდა მოხდესო ამ დღესო ანონსდება ოპოზიციის მხრიდან. გააქვთ ეს მოლოდინი? ანუ თქვენი ამომრჩეველი ჩვენ ნახეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გასული თვეები იყო ძალიან ხალხმრავალი, როდესაც რაღაც კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით იწყებოდა მსჯელობა, ხალხი გამოდიოდა ქუჩაში. რაც შემცირდა ბოლო ბუნებრივიც იყო, არ შეიძლება რომ ამდენი თვის განმავლობაში 300 დღემდეა უკვე გასული თუ არ მეშლება, არ შეიძლება რომ ერთი რაოდენობის ადამიანი გამოდიოდეს საპროტესტო აქციებზე, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად რა სტრატეგია რჩება დღეს კიდევ ერთხელ განმეორდები რომ იმ პირობებში როდესაც ლიდერები მათ შორის არიან საპატიმროებში კი ბატონო, ვიღაცებს შეიძლება ხელისუფლების სულილება ან რეჟიმის რღვევა წარმოუდგენიათ, რავი, რაღაცა პოეტურად, რომ რაღაც პარლამენტის შენობა გაიხსნება შუაზე და არ ვიცი კობახიძეს დაეცემა თავში აგური, არ ვიცი როგორ წარმოუდგენიათ რეჟიმის რღვევა. და მე როგორ წარმომიდგენია, რასაც ვხედავ შედეგს გვაძლევს ეს ჩვენი ბრძოლა, ამდენხნიანი, ამდენ დღიანი, 300 დღეზე მეტხნიანი ბრძოლა გვაძლევს შედეგს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რიჟვაძის кейსს, ვხედავთ თავდაცვის მინისტრი დაჭერილია, ღარიბაშვილი გამზადებულია ფაქტიურად, ჩალაგებული აქ ციხეში ჩასაღები, თეთრეული და ტანსაცმელი. ვხედავთ რომ რეჟიმი შიგნიდან უკვე იწყებს ერთმანეთის ჭამას. ახლა მთავარი ამოცანა არის გამძლეობა და მრავალრიცხოვანი პერმანენტული აქციები რუსთაველზე, თბილისში და პატარ-პატარა კერები რეგიონებში. რეჟიმი ჩამოინგრება, თავისით არ ჩამოინგრება, მაგრამ ჩვენი გაუტეხელობით ტყდება რეჟიმი და ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ საქმეს არავინ არ გააკეთებს. ჩვენ თუ გვინდა რომ იყოს რესურს გენრი ხალხში ხედავ რა ხდება. ის თვითონ აღარ გვეშინია, ხო ხედავთ რომ ადამიანები რა განსხვავება ქართული ოცნების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის ჩვენი ოპოზიციური აქტივისტები და ლიდერები თავის ფეხით მიდიან იზოლატორებში და ადამიანი რომელსაც საქართველოს ჯარი ებარა და მთავარსარდალი იყო გუჩინ წინ ლამის დაჩოქილი ტიროდა რომ ციხეში არ გამიშვათ რვაშვილის მამა ვარ და ტვინის შერყავა მაქვს. ანუ აი ეს განსხვავებაა ჩვენ შორის. დაიჭერენ ერთს მეორე ადამიანი გამოდის იმის სანაცვლოდ და 2 და 3 ადამიანი გამოდის. დაიჭერენ ამ სამს 9 გამოდის და გეომეტრიული პროგრესით მრავლდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც მზად არის, რომ საკუთარი ჯანმრთელობა იქნება, ეს თავისუფლება იქნება თუ სიცოცხლე შესწიროს იმ იდეისთვის ბრძოლას, რასაც ჩვენი შვილების ევროპული ჯანსაღი მომავალი ქვია. შესაბამისად, შესაძლებელია ეს დღეს არ ჩანდეს ასე თვალნათლივ, რომ რეჟიმი არის ჩამონგრევის პირას, მაგრამ თუ ჩვენ შევძლებთ რომ 4-ში ვიყოთ ძალიან ბევრნი, ეს შეიძლება 4-ში არ მოხდეს. ვიღაცა წარმოუდგენია, რომ იუსტიციის სახში წაყვება 4-ში 12-ნახევარზე ბიზინა ივანიშვილი და გადმოგვიფორმებს სახელმწიფოს. არა, შეიძლება 4-ში არ მოხდეს, შეიძლება 5-ში მოხდეს, შეიძლება პირველში მოხდეს. რეჟიმს ძინავს დინამიტზე, დენთის კასრზე და ერთი ნაპერწკალია საჭირო, რომ ეს რეჟიმი ჩამოიშალოს და ამ რეჟიმის ჩამოშლისთვის საჭიროა აუცილებლად სანქციები, რომლესაც ძალიან ეშინია ბიზინა ივანიშვილს და ხედავთ, რომ სანქცირებული მაღალჩინოსნების ყველანი კი ბატონო, ამ დენთის და გულისხმობ ბუნებრივია გადატანითი მნიშვნელობით, რომ მათ არა აქვთ შვიდად ძილის შესაძლებლობა. ყველა პოლიტპატიმარი მზია, ყველა სინდისის პატიმარი, საკუთარ სინდისთან მართალი, საკუთარ სამშობლოსთან მართალი ადამიანი ციხეში გაცილებით უფრო მშვიდად იძინებს დარწმუნებული ვარ, ვიდრე ის ადამიანები, ვისაც 12, 15, 20 კაციანი და 5 მანქანიანი დაცვის ესკორტი აცილებს სახლში ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს გულისხმობ. თუ ჩვენ ვიქნებით ბევრნი, იქნება მწვავე სანქციები, იქნება მეგობარი აქტი, ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ჩვენ ხო არავის ეჭვი აღარ გვეპარება, რომ ბიზინა ივანიშვილისთვის თავარი ფასეულობა და ღირებულება, არა თავის თანაგუნდელები, არა თავის თანამებრძოლები, სამშობლო, თავისი სოფელი, არამედ არის მისი კაპიტალი, მისი ფული და ამ ფულის გადასარჩენად ის გააკეთებს ყველაფერს და ეს სანქციების დასკვნითი ნაწილი, თუნდაც მეგობარი აქტის, ბრიტანული სანქციების, ევროპული სანქციების ძალიან ახლოს არის და თუ ჩვენ ჩავქრებით და არ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და არ გადავიყვანთ უფრო მწვავე პროტესტში, საერთაშორისო პრესი ცოტათი მოიშვებს. ამიტომ საჭიროა ვაძლიერებთ ჩვენ შიდა პრესს, ავტომატურად ძლიერდება გარე პრესი და ამ ორ ძალას შორის აუცილებლად გაიჭირდება რეჟიმი. თქვენ როგორ ხედავთ აი 4 ოქტომბრის ამ თარიღის რაღაც ოპოზიციის ვახსენე კიდევაც ვაჟა რაღაც გარდამტეხი დღე, ისევ პროტესტით, ისევ ხელისუფლებაზე რაღაც ზეწოლის მექანიზმების გამოყენებით ცვლილება მათ შორის, რასაც აანონსებს ოპოზიციის ნაწილი და თქვენ როგორ ხედავთ თქვენს ამომრჩეველს 4 ოქტომბერს
არჩევნების ნაწილში ალბათ შეხვედრები გაქვთ ინტენსიურად და შესაბამისად მათი განწყობებიც იცით, ჩვენ ვიცით ასევე იმ ადამიანების განწყობები, რომლებიც თქვენი ამომრჩევლები არ არიან, ხო, როგორ უყურებენ ამ არჩევნებს და ზოგადად 4 ოქტომბრის პრეცედენტს ჩვენს რეალობაში, ხო? აი რა დასკვნები გამოგაქვთ ალბათ ამაზე გაქვთ მსჯელობა მათ შორის თქვენ საარჩევნო შტაბებში, რა მოლოდინები გაქვთ 4 ოქტომბრისგან? 4 ოქტომბერი ჩვენთვის არის დამატებითი შესაძლებლობა იმისა, რაზეც ისაუბრა გენრი, იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად მაშინ როცა ქართული ოცნება დღეს არის ანუ ყველაზე მინიმალური რეიტინგი გააჩნია დღეს ქართულ ოცნებას, რაც აქამდე ოდესმე მას კვლევამ გაზომა არაერთმა კვლევამ გაზომა ბოლო პერიოდში დადებულმა, მათ შორის იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევება, მათ შორის შიგნიდან გამოსულმა ამბებმა ძალიან ბევრჯერ ითქვა, ხო, ეს ამბავი, რომ დღეს ქართული ოცნების რეიტინგი არის იმაზე დაბალი, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ეს არ შეიძლება სხვანაირად იყოს. პირიქით იძახის ქართული ოცნება, ქართული ოცნება ხა ესე იძახის, ქართული ოცნება გორბის კვლევას გენრი რო იძახის, წერსო აი იმას წერს და რუსთავი დაიწერა და ზუგდიდი დაიწერა, კი არ დაიწერა, ვერ შეძლო იმის გაყალბება და იმიტომ მოუწია იმის დაწერა, თორე დაწერა აქ არ არის, ხო, ეხა ვიღაცა რაღაცას იწერს, ამაზე ლაპარაკობდეთ და თან ვამბობდეთ, რომ 24-ში არ ვიცოდით თუ დაიწერდა, მაგრამ ეხა დაიწერს, ეს არ არის. კი არ დაიწერს, უბრალოდ ჩვენ ოდენობაში უნდა ყოფილიყავით იმაზე მეტნი, ვიდრე ქართული ოცნება იქნებოდა და ჩვენმა კოალიციამ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, მათ შორის თბილისის მაგალითზე ვთქვით, რომ საერთო ბრძოლაში შევიდეთ, მათ შორის ვთქვით, რომ 63 მუნიციპალიტეტში გავიდეთ ბოიკოტში, თბილისში, სადაც 25%-ია კალაძის რეიტინგი, ერთად დაუპირისპირდეთ ადამიანს, რომელსაც გენრი და ყოველდღე აი გენრი, მათ შორის ჩემი პარტიის წევრები ყოველდღიურად საღამოს უწყობენ აქციას ოფისთან. და თეორიული, აი აქ არის პრობლემა, რომ ჩვენ თეორიულ შანსს, რომ აი თეორიული შანსი მაინც ხო არსებობს, აი შანსის დონეზე რო ავიღოთ. ჩვენ მგონია რომ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ეს, მაგრამ აი რო ავიღოთ ემპირიულად, ხო? 4 ოქტომბერი თეორიულად მაინც გენრის გადმოსახედიდან ხო არის დღე, როცა ჩვენ შეგვიძლია რომ კახი კალაძე აღარ იყოს თბილისის მერი, ანუ ადამიანი, რომელსაც ყოველდღე უწყობთ აქციებს, ყველაზე მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის მქონე ადამიანი რეალურად ქართულ პოლიტიკაში არის დღეს თბილისის არჩეული მერი, პირდაპირ წესით არჩეული ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე ადამიანი და ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ყველაზე დიდი სახალხო ლეგიტიმაცია ქართული ოცნებისთვის გამოგვეცალა საერთო ბრძოლით. ამაზე მივიღეთ პასუხი არა. ოღონდ პასუხი არა იყო, არა, რატო, იმიტომ არა. იმიტომ რომ დაიწერს, ვერ დაიწერს 35 და 40%-ს თუ აყალბებს ბიძინა ივანიშვილი და თუ აყალბებდა აქამდე ამ ხელასხვაობას თუ აკეთებდა მაშინ საერთოდ ავიცი აქამდე რატო ვერ ვისწავლეთ ეს ჭკუა, ხო? ვიღაცაები აღმოჩნდნენ რომ 36 წელი დამჭირდა. იმაზე იყვნენ პირველ პერიოდში, აი როცა ჩემი ლიდერები არასდროს არ იყვნენ მაგაზე. ჩემი ლიდერები როცა საუბრობდნენ არჩევნებზე, თქვით რომ დეკემბერში ამაზე არ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეხლა ამ ყველაფერზე საუბარი არ იქნება სწორი. ჩვენ როცა გავხსენით დისკუსია, ინდივიდუალურად ყველა პარტიის ლიდერს ვესაუბრეთ, მათ შორის იმ კომპრომისულ ვერსიაზე, რაც მე ეხლა თქვენ გაგიჟდერეთ. ეს გულისხმობდა არანაირ პარტიულ ინტერესს, პარტიის ნომრის გაუფებას, იდენტობის დაკარგვას, საერთო სიებს, ყველანაირად პარიტეტულ და კომპრომისულ ვერსიებს, მაგრამ ამაზეც უარი. მოლოდინები როგორი გაქვთ? მოლოდინები გვაქვს ჩვენ ამ არჩევნების შედეგად ის, რომ ჩვენ მე პირადად რო გითხრათ, როგორ წარმომიდგენია ქართული ოცნების შეცვლა. აი რეგიონში, არის რეგიონში მაგალითად ბათუმში კონკრეტულად. დიახ, ბათუმში ჩემი, აი თქვენ კარგად იცით და თქვენმა ტელევიზიამ მე მხოლოდ მაგის გამო ხშირად ყოფილვარ თქვენი ტელევიზიის სტუმარი, რომ 4 წელი ჩემი მიკროფონი ბათუმის საკრებულოში არ გაჩერებულა. წინააღმდეგობა იყო ყველას ხდომაზე და ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება უფრო ძლიერად გაგრძელდება, მათ შორის უფრო მეტი შესაძლებლობით გაგრძელდება და ჩვენ ამას უყურებთ ერთ-ერთ დამატებით წინააღმდეგობის ფორმად. ამბის გამომტანი მაინც რო იარსებებს ბათუმის საკრებულოდან და ამბასადორი რო გააკეთა იქ რაღაცა შენიშვნა რო დაამატა ეს მაინც ეცოდინებოდათ. თუნდაც გორის საკრებულოს ამბავი ამ ბოლოს მთელი ოპოზიცია რო იმპიჩმენტზე ვლაპარაკობდით გორის საკრებულოსი ეს ხო ნიშნავს იმას რომ წევრები რახან ყავდა ჩვენ იქ იმპიჩმენტის პროცედურა ამიტომ დავიწყეთ და ამიტომ გახდა მნიშვნელოვანი. ესე იგი ეს ადასტურებს იმას რომ იმპიჩმენტის პროცედურის მნიშვნელობაც კი საკრებულოს წევრების ოდენობაზე გადის, ხო? ამიტომ ყველა ინსტიტუტში მით უმეტეს თვითმართ
თვითმმართველობაში, რომელიც არის ხელის გაწვდენაზე, ხო? ყოველდღიურობა ადამიანების. ჩვენ აქ გავაჩინოთ დამატებითი შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, ვინც აპირებს არჩევნებზე მისვლას და თქმას ოცნებისთვის, რომ ისინი არიან რუსული რეჟიმი და ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ მარტო ეს ადამიანები ამ ბრძოლაში არ დავტოვოთ და იმ ადამიანების, ასე ვთქვათ, მოთხოვნა მიწოდების ამბავი ამ მიმართულებით დავაკმაყოფილოთ, რომ ის ადამიანები, ვინც მიდიან არჩევნებზე და ეს არ არის პატარა ნაწილი, მათ შორის 20% სხვადასხვა კვლევით არის კოალიცია ცვლილებების ამომრჩეველი, 37% ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი. ჩვენთან და გახარიასთან ეს ამომრჩევლების რაოდენობა ბევრად მეტია, ვინც სწორად მიირჩევს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ვაჟა. ამიტომ თავარი ამოცანა ეხლა არის ის, რომ მივა არჩევნებზე 4 ოქტომბერს ამომრჩევლები ძალიან და ბევრი ამას აქვს ადამიანი ძალიან მივა 4 დიდი ოქტომბერს არჩევნებზე და ძალიან ბევრი ადამიანი 4 ოქტომბერს ქუჩაშიც გავა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ამის რაღაცნაირად საერთო ამბად ვაქციოთ. ის კი არა რომ ერთმანეთს მოვაკლებ და გენრი რომ ამბობს თქვენ გამოვაკლეთ, კი არა გამოვაკლეთ, ჩვენ დამატებითი შესაძლებლობას ვხედავთ იმ ყველაფერში, რაშიც ვართ და ასევე გავაგრძელებთ იმ ყველაფერს, რომ რა თქმა უნდა წარმოგვიდგენია, აბა ეხა თვითმმართველობის არჩევნებით რომ ქართული ოცნება არ იცვლება, ამაზე ვინმე დაობს, ვინმე მეც კითხვა ოდესმე დასვა, ვინმესგან აქედან ისეთი პასუხი რომ წამოვიდა, რომ კი ჩვენ ხელისუფლების შესვლას ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ იმას, რომ ქართული ოცნება, რომელიც ყველაზე დაბა რეიტინგულია, არ წაიღოს 100% ყველაფრისა. და ამიტომ თქვით ჩვენ რომ ქართული ოცნება ამ ფორმით უნდა დავასუსტოთ, თორე ეხა თვითმმართველობის არჩევნებით საპარლამენტო რესპუბლიკაში რომ ხელისუფლებები არ იცვლებიან, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. უბრალოდ მე ხელისუფლების ცვლილება წარმომიდგენია ძლიერი პარტიებით და თვითმმართველობის არჩევნები თუნდაც ისეთი როგორიც ეხლა ტარდება, არათანასწორი ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე რთული საარჩევნო ველია, ხო? წარმომიდგენია რომ ამომრჩეველთან დაახლოების ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა და ამით მნიშვნელოვანია ის რომ პარტიები მათ შორის ინსტიტუციურად გაძლიერდნენ და უკვე ძლიერი პარტიები დაუყენებდნენ ქართულ ოცნებას. გენერალური რეპეტიცია ეს საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც ვადამდელი არჩევნები, რომელიც აუცილებლად ჩაინიშნება. დაგიბრუნდებთ, ორ-ორი წუთი ფაქტობრივად მინდა მოვცეთ ინფორმაცია. გენდი, თქვენ რას ეუბნებით იმ პარტიების ამომრჩეველს, რომელიც უნდა მივიდესო 4 ოქტომბერს არჩევნებზე და რას ეუბნებით იმ ადამიანებს ვინც თქვენ თანამოაზრებად რჩებიან ამ დრომდე. ხო, ჩემი აზრით ამ არჩევნებში მისვლა აბსოლუტურად აზრს მოკლებულია, პირადად ჩემი მოსაზრებაა და ჩემი თანამოაზრეების, ჩემი თანაპარტიელების აზრია ეს და ვიზიარებ სრულად. იმიტომ რომ ამ არჩევნებს არ გააჩნია არანაირი პერსპექტივა ქართული ოცნების დამარცხების, იმიტომ ქართული ოცნების მთავარი ბრძოლა მიდის სხვაგან. ეს არის რაღაც ძალიან პატარა ფლანგი, დაახლოებით იმას გავს, რომ სახლში ხანძარი კონდეს, ცეცხლი ეკიდებოდეს, ოჯახის წევრები ყავდეს შიგნით და ერთად აქრობდნენ რამდენიმე ადამიანი და ვიღაცამ დაიძახოს, რომ წამო უკანა ეზოში რაღაც ხეები მოვწყათ, იმიტომ რომ გახმება და ხეების მორწვა კარგიაო. კი, კარგია ხეების მორწვა, მაგრამ როდესაც ხანძარი გაქვს სახელმწიფოში, როდესაც ქვეყანა თავზე გენგრევა, გექცევა, როდესაც ამდენი პოლიტპატიმარი ყავს, როდესაც ასეთი არეულობა სახელმწიფოში და რუსიფიკაციის რაღაცა ზღვარზე ვდგავართ, გონია რომ თავარ ფრონტის ხაზს არ უნდა გამოვაკლდეთ და მეორე ხარისხოვან რაღაცებზე არ უნდა კონცენტრირდეთ. გუწფელად ვიტყვი, ვისურვებდი და ვინატრებდი სხვა ნებისმიერ ჯანსაღარჩევებში, ვაჟადარჩიას თუნდაც საკრებულოს თავმჯდომარედ ან ნებისმიერ თვითმმართველ ორგანოში ვაჟას ხელმძღვანელ პოზიციაზე ვისურვებდი, მაგრამ ახლა ზუსტად გონია რომ ამ რაღაცაზე ყურადღების გადატანის დრო არ გვაქვს და ფუფუნება არ გვაქვს იმაზე რომ ვისაუბროთ თქვა თუნდაც ჩემს სოფელში წყალმომარაგების თუ გაზმომარაგების თუ გზის გაყვანის პრობლემურ საკითხებზე და მოსახლეობასთან მივიდეთ და ამაზე გადავატანინოთ ყურადღება მაშინ როდესაც კონსტიტუცია გვაქვს აბსოლუტურად გადავატანინოთ მაგაზეც უნდა ველაპარაკოთ გენრი და მაგ საკითხების გაბაიბურება არ არის სწორი ვაჟა იცი რა საფრთხეს შეიძლება დარჩეთ თუ ამ თავარ ბრძოლაში ჩვენ ქართული ოცნება ვერ დავამარცხეთ ჩვენ შეიძლება გვყავდეს საკრებულო მაგრამ შეიძლება ამ საკრებულოს წევრების პარტიები ხვალ და ზეგ თქვენი პარტიის ჩათვლით აკრძალონ და საერთოდ კანონგარეშე და ვიცი მე რა გავიხსნი მაგას ამიტომ თავარი ბრძოლა არის თავარი ფლანგი თავარი მაგის მოლოდინი ვინმეს არა აქვს ფრონტის ხაზი გადის რუსთაველზე
ახლა თავარი ამბავი ჩვენი, თავარი მოწოდება უნდა იყოს კონსოლიდაციაში და უცებ ორი სიტყვით ვიტყვი რომ რაღაცა მარტო ვაჟასთან დებატები არ გამოვიდეს. ქართული ოცნება ყოველდღიურად ცდილობს დიპლომატებზე თავდასხმით ამ წოებს და კატალიზატორის ფუნქციას თამაშობს იმაში რომ უვიზო მიმოსვლა გაგვიუქმონ და გამოფხიზლით ხალხო ბრუნდება ის დრო, როდესაც ჩვენი დეიდები, ბებიები, ჩვენი თანამოქალაქეები, ქალები არალეგალურად ავტობუსის საბარგულში 4 მოკეცილები გადადიოდნენ საბერძნეთში და როდესაც ქართველი ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები მესენჯერით ტიროდნენ დაღუპულ დედებს, ბებიებს და ჩამოსვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. უვიზო მიმოსვლა არ არის მარტო სეირნობა და მოგზაურობა. უვიზო მიმოსვლა ეს არის გააყოფილი, გაუბედურებული ოჯახების დროებით გაერთიანების და ოჯახის წევრების კომუნიკაციის შესაძლებლობა და შეთაობები ისე გაიზრდებიან რომ ბებიებს და ბაბუებს ტელევიზორის, კომპიუტერის მონიტორით ნახავენ მხოლოდ. ამიტომ ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც შეიძლება ჩვენს რეალობაში დაბრუნდეს და ძალიან ცუდი სენტიმენტები შეიძლება გაგვიგვიძეს. რას ეუბნებით ახლა თქვენ გამომჭერს და რას პასუხობთ გენრის და უნდა დავასრულოთ ძალიან მოკლედ. ზუსტად ვიცი რომ ერთ აზრზე ვარ და ზუსტად ვიცით რომ ორივეს ერთი მიზანი გვაქვს, ჩვენ შეიძლება რაღაცა იმიტომ ვართ განსხვავებულ პარტიებში, რომ განსხვავებული გზები გვაქვს არჩეული, მათ შორის სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ზუსტად ვიცი რომ გენრი დოლიძე, მე და მისი პარტიის წევრები, მათ შორის ის ადამიანები, ვინც მისი ლიდერები, ვინც დღეს საპრობილეში არიან, მე ნამდვილად მეგულებიან თანამებრძოლებად, ჩემი აბსოლუტური სოლიდარობა მათ შორის პოლიტიკოსებს, მათ შორის ყველა იმ ადამიანს, ვინც დაკავებულია უსამართლოდ, ხო, ამ რეჟიმის მიერ და რაღაცა სიგიჟეებამდე არის ეს ყველაფერი დასული, ხო? მათ შორის ჩვენი გუნდის წევრებიც არიან დაკავებულები და ნუ სანამდე ჩავალთ ამ ყველაფერზე რო ვისაუბროთ, ეს ცალკე ამბავია, ხო? სრულიად ვეთანხმები მე იმ ამბავს, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავისტუმროთ ქართული ოცნება პოლიტიკურად სანაგვეზე რა სადაც გინდათ იქ დაუზახეთ მოსკოვი იქნება სადაც იქნება ქართული ოცნება უნდა შეიცვალოს ქართული ოცნება თუ ამ ქვეყანაში არ შეიცვლება ჩვენ მივიღებთ ნაბიჯებს უკან ეს ნაბიჯები უკან უკვე მიღებული გვაქვს ჩვენ გადავდგით სამწუხაროდ მე იმასაც ვამბობ რომ ჩვენ ძალიან მძიმე ნაბიჯები გადავდგით უკან და ამ ყველაფრის შეცვლა ახალი ხელისუფლების პირობებში იმდენად მძიმე იქნება რომ ამაზე ძალიან დიდი სამუშაოს გაწევა მოგვიწევს თუმცა სამწუხაროდ ეს რეალობა გვაქვს რეალობა გვაქვს ისეთი რომ ყავს რაღაცა 100-მდე პოლიტიკური პატიმარი რეალობა გვაქვს ისეთი რომ სასამართლო არ არსებობს რეალობა გვაქვს ისეთი რომ ყველაზე დიდ მნიშვნელოვან სარგებლოს ყველაზე დიდ მნიშვნელოვან ბენეფიტს რაც ამ ქვეყანას ბოლო წლებში ქონია ჩვენ გვაქვს ამის დაკარგვის რისკი ამიტომ ეს ყველაფერი რო დავკარგოთ ჩვენ ნიშნავს კარგავთ რომ ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას კარგავთ ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ სივრცეს ძალიან მნიშვნელოვან განვითარების განათლების სივრცეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ქართული ოცნება რაც შეიძლება მალე დასრულდეს ამისთვის რაც უფრო მეტი რესურსი ოპოზიციას ამის იქნება იმ შემთხვევაში აი გეტყვით ანალიტიკოსისგან ძალიან საინტერესო ანალიტიკოსი გყავს მე ძალიან ანუ მე ვფიქრობ იმას რომ საერთო ოპოზიციური ბრძოლა აქედან გამოსავალი რა და სამწუხაროდ ჩვენი კოლეგებიდან ჩვენ რაღაცა იმ გადაწყვეტილების გამო რეალურად რომელიც მე მგონია რომ სტრატეგიულად განსხვავებული ამბავია თორე ვერავინ ვერ დამარწმუნებს მე იმაში რომ მათ შორის ის ადამიანები ვინც რაღაცა მართლა სარკეში დგანან და საუბრობენ ხა ვაჟადარჩიაზე და სხვა ადამიანებზე რომ თითქოს გამოვეთიშეთ კი არა ამ ბრძოლის ავანგარდში რო ვარ და მართლა რომ ეს 4 წელი თუნდაც საკრებულოში რაც მე და სხვა მუნიციპალიტეტებში ჩემმა გუნდის წევრებმა აკეთეს ეს ბრძოლა იყო ეს ბრძოლა გვინდა რომ გაგრძელდეს დამატებითი შესაძლებლობა შეიქმნას ამ ფორმით ვაჟადარჩია ლელო ძლიერი საქართველოს გენრი დოლიძე დროას ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე ესენი იყვნენ ჩვენი სტუმრები ამ დროის განმავლობაში და პასუხობდნენ ჩემს კითხვებს ვაგრძელებთ თემაზე საუბარს ამჯერად უკვე პოლიტიკის ანალიტიკოსთან ერთად ირაკლი მელაშვილი უპასუხებს ჩვენს კითხვებს პირდაპირ ჩართვის რეჟიმში ბატონ ირაკლი მოგესალმებით მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის პირიქით. კი ბატონო, როგორც ჩემს მონოლოგში აღნიშნე ბატონ ირაკლი ქართულ პოლიტიკურ ველზე უპრეცედენტო დაძაბულობაა მოკლედ ამ პერიოდში თქვენ როგორც პოლიტოლოგი, როგორც შეაფასებდით ამჟამინდელ პოლიტიკურ კრიზისს და ზოგადად იმ მოცემულობას, რომელშიც ვართ. რა არის მისი მთავარი მიზეზი თქვენ შეფასებით მხოლოდ ქართული ოცნების ქმედებები თუ ოპოზიციაში და პრობლემებიც, რომელიც ძალიან თვალსაჩინო გახდა განსაკუთრებით ამ არჩევნების ფონზე? თქვენ თვითონ ამბობთ, რომ თვალსაჩინო არის ეს პრობლემები ოპოზიციას რაც გააჩნია. ეს არის სამწუხარო რეალობა. მე არადროს არ დამემალავს ის, რომ
მომხრევი ყავრო ოპოზიციას გაერთიანებული ძალებით მიიღო მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, მეტიც მე აუცილებლად მიმაჩნდა, იმიტომ რომ ვფიქრობდი, რომ და მქონდა ამისი საფუძველიც, რომ დიდ ქალაქებში მინიმუმ პოზიციაში შეეძლო მოედო არჩევნები, ამას აჩვენებდა ყველა გამოკითხვა, ამას აჩვენებდა ყველა საპარლამენტო არჩევნების შედეგები. თვითმმართველ ქალაქებში მხოლოდ ერთ ქალაქში გაიმარჯვა მოაგროვა ნახევარზე მეტი ქვების ფოთში მოაგროვა ნახევარზე მეტი ქვების ცნებამ, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა, ხო, ოპოზიცია ერთმანეთს უპირისპირდება, ემჩება შთაბეჭდილება, რომ ცენტრალურ დონეზე ლაპარაკობ თქვენთან მიმდინარე დებატებსთან ძალიან კარგია, რომ ეს ადამიანები ურთიერთპატივისცემით არიან თქვენთვის გამშვიდობილი და ერთმანეთს ალანძღავენ და აგინებენ, ისაც თბილისში ხდება, ხო? სამწუხაროდ ჩვენ უყურებთ ამ რეალობას, რომ ოპოზიციის ნაწილისათვის ახლა მთავარი ამოცანა რატომღაც არის, რომ გამოდიშონ პოლიტიკიდან, ანუ ფაქტობრივად გაანადგურონ წაართვან ოპოზიციური ამორჩეველი ლელოს და გახარიას პარტიას. ამჩება შთაბეჭდილება, რომ ეხლა მიზანი უფრო აქეთკენ არის მიმართული ამ არჩევნების დროს, ვიდრე იქიდან, რომ ქართული ოცნება დაამარცხოს. რეალობას რო შევხედოთ, თუკი თბილისში მართლა არსებობდა სერიოზული შანსი ერთიანობის პირობებში ოპოზიციის გამარჯვების, დღეს ნებისმიერი მოწოდება, რომელიც კეთდება ამორჩევლის მიმართ არ მივიდეს არჩევნებზე, ოპოზიციურ ამორჩევას როდესაც მოუწოდებ ამას, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ნებსი თუ უნებლიეთ უზრუნველყოფ ქართული ოცნების 100%-იან გამარჯვებას. და რაში არის ოპოზიციის ინტერესი, რომ ქართულმა ოცნებამ სრული გამარჯვება მოიპოვოს. ეს თქვათ გვინდა რეგარაში არჩევნები გვინდა, ხო? ეს ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც არსებობს ადგილებზე და ყველა არჩევნებზე იყენებს ამას ხელისუფლება, ეს ხო დიდწილად ადგილობრივი თვითმმართველობები. რატო არის ოპოზიციის უკეთესი, რომ მთელი ადგილობრივი ხელისუფლება სრულად იყოს დაკომპლექტებული ქართული ოცნების მიერ. და ყველა საინტერესო ალბათ ბატონ ირაკლი ამ პროცესში არის გრძელვადიან პერსპექტივაში, აი ბოიკოტის მომხრე და ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციისთვის რა შედეგის მომტანი შეიძლება ეს იყოს. ესეც საინტერესოა ალბათ, ხო? იმიტომ რომ ამომრჩეველი და მასთან კომუნიკაცია არჩევნების გზით ეს იყო ერთგვარი ხიდი, რატომღაც ჩვენ ხშირად მოგვისმენია, რა ვიცი, ჩემს ირგვლივ ბევრი ადამიანისგან ამ წლების განმავლობაში, რომ არჩევნების დროს მაინც ხედავთ პოლიტიკოსებსო და ეს ხიდიც რაღაცნაირად მოიშალა. დღეს ფაქტობრივად ეს დიალოგი საერთოდ აღარ არსებობს პარტიებსა და მათ ამომრჩევლებს შორის, ხო? სამწუხაროდ მეცაც გეტყვით. ოცნება გაიმარჯვებს, სანამ ოპოზიციურ პარტიებს არ ეყურებაო ბევრად მეტი მხარდამჭერი ვიდრე ხავს. მეორე მხრივ ოპოზიციური პარტიები უნდა იყვნენ ადეკვატური იმ წუხილებისა, რაც ამორჩევას გააჩნია. მოდი გადავხედოთ ყველა გამოკითხვის შედეგებს, სადაც დაფიქსირებულია რა პრობლემებს ხედავს ამორჩეველი. პირველი 10 საკითხი ავიღოთ, რაც არის გამორჩევლისთვის პრობლემები, ხო? და მე გადავხედოთ ოპოზიციის ლოზუნგებს, ოპოზიციის მესიჯებს, რაზე ელაპარაკება ოპოზიცია ამორჩეველს და ჩვენ დავინახავთ, რომ უზარმაზარი აცილება არის იმ საკითხებს შორის, რაც ავაწუხებს პირველ რიგში ამორჩეველს და იმაზე, რაც ესაუბრება ოპოზიცია. და ეს ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ხელისუფლება ერთი მსხვილი არის ძალიან აგრესიული თავის რიტორიკაში, დასავლეთის მიმართ და ოპოზიციის მიმართ, ჩემი აზრით ეს ამცირებს ხელისუფლების შანსებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ახერხებს საკმაოდ ბევრი პოზიტიური მესიჯის გაზომას საზოგადოებისათვის, თუ როგორ უმჯობესდება მდგომარეობა ქვეყანაში იმ საკითხებში, რომელიც ყველა გამოკითხვით არის აქტუალური მოსახლეობისათვის. ატყუებს, არ ატყუებს, ეს ერთი თემა არის, მაგრამ ხელისუფლება ცდილობს ადეკვატური იყოს საზოგადოების მოთხოვნების სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში. ამ კუთხით
ოპოზიციას საერთოდ აწმენილი არის ამ კუთხით, ასე ვთქვათ, ამორჩევლის მოთხოვნებს, ამორჩევლის ინტერესებს და ეხლაც უსმენდი ხო, რა დროს იმ პრობლემებზეა ლაპარაკი, რაც აუმჩევლს აქ. ფაქტობრივად ასე გამოდის, ხო, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების საუბარი და ეს არის შეცდომა. თუ ადამიანებს არ ელაპარაკე შენ მის პრობლემებზე, თუ შენ ხელისუფლებას ამორჩეველი არ წაართვი, მაშინ შენ ვერ დამარცხებ ხელისუფლებას. ხო. და მარტო იმ ლოზუნგებით, რა ლოზუნგებითაც დღეს ოპოზიცია გამოდის. ნუ არის 30-35%, არის 30-35% ხელისუფლების მომხრე. და არის შუაში საკმაოდ დიდი მასა, ხო? 1/13 იქით არის 1/13 აქ და შუაში არის 1/13. იმ 1/13-ს აინტერესებს რა იქნება მომავალში. საქართველოში არასდროს არ იცვლებოდა ხელისუფლება მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლება არ მოსვლა. საქართველოში ყველა ხელისუფლების ცვლილება ხდებოდა იმის გამო, რომ ჩდებოდა იმე. რომ ვიღაცა მოვა და ის უკეთეს გააკეთებს. სანამ ეს იმედი არ გაჩნდებოდა ხელისუფლების ცვლილება არ. აი ბოიკოტის დროას წარმომადგენელი ყავდა სტუმრად ბატონ ირაკლი და მას ვკითხე დაუშვათ ბოიკოტის რეჟიმისგან რას ელოდებიან ისინი, ანუ მათი ამომრჩეველი რას უნდა ელოდოს და საზოგადოება რას უნდა ელოდოს იმ პარტიების მხრიდან, ვინც არის ბოიკოტის მომხრე, ხო? მათი პროტესტი რა შედეგზე შეიძლება იყოს გათვლილი. თქვენ რამდენად ხედავთ ამას, თუნდაც 4 ოქტომბერს, როგორც მნიშვნელოვანი გარდატეხის დღეს და პერიოდს დაუშვათ 10 თვის წერტილი შეიძლება იყოს 4 ოქტომბერი და ესე გამზადებულადო რაღაც ხელისუფლება ხამის 12 საათზე არ გაუშვათო სახშიო, მაგრამ პროცესს ვიწყებდო ბრძანებდა გენრი დოლიძე ახლა დროას წარმომადგენელი ჩვენს ეთერში. რამდენად ხედავთ ამ ეტაპზე მაშინ როდესაც მით უმეტეს ოპოზიციის ლიდერები არიან პატიმრობაში, რომ შეიძლება დაიწყოს ოპოზიცია მის პროცესი, რომელიც აიძულებს დაუშვათ ქართულ ოცნებას ხელისუფლებიდან წასვლას. მე ვხედავ იმას, რასაც თქვენ ხედავთ. მე ვისმენ იმას ზუსტად, რასაც თქვენ ისმენთ. თქვენ რაიმე იცით 4 ოქტომბერს გასაფრთხებს? მე არ გარდა ანონსისა გარდა იმისა, რომ მეუბნებია, რომ 4 ოქტომბერს გამოდით დავამთავრებთ. მე არაფერი არ ვიცი. ვინ რა, როგორი მექანიზმით, რანაირად არაფერი არ არის. ჩავთვალოთ, რომ არიან ადამიანები, ვინც იციან. რამდენად არის ეს ხალხი იმ მოდერნობის მქონე საზოგადოებაში, ჩემთვისაც კითხვის ნიშანია, კითხვის ნიშნულს არის. მე ვერ ვხედავ, რომ 4 ოქტომბერს რამე დამთავრდება. მე მიმაჩნდა და ყოველთვის და დღესაც მიმაჩნია სააკაშვილის ოპოზიციაში, როცა ვიყავ მაშინაც მიმაჩნდა, რომ ეს თარიღების დაკიდება იყო შეცდომა ყოველთვის. რომ ეს თარიღის დაკიდება, მე იმ თარიღში არაფერი არ ხდება, რაღაცა მოლოდინები იქნება, ეს მოლოდინები მე არ გამართლება, მე ხდება, იწყება ფრუსტრაცია, მე უფრო მეტად ოპოზიციას აგინებს ხალხი, ვიდრე საზოგადოების მთავრობას. და მე ამ ხიფაც ახლა ვწდება, რომ ხედავ, რომ შეიძლება ეს ესე მოხდეს. არ ვიცი, ვინც არიან პასუხისმგებლები, რას აპირებენ იმათ უნდა პატამურკლაძე იქნება სხვები ხელმძღვანელობა ამ აქციას, ისიც არ არის ცნობილი საბოლოო ჯამში, კონკრეტულად 4 ოქტომბერზე ვინ იღებს პატამურკლაძეს გარდა, ხო, პასუხისმგებლობის მე ვიღებ. აუგონდეს პასუხისმგებლობის აღებას რაღაცას ნიშნავ, ხო? უნდა ნიშნავდეს ყოველ შემთხვევაში. თუ გამოვიდა, მე რა ხდება? ეს პასუხისმგებლობა რაში გამოვიდა? მე ვერ ვხედავ, შეიძლება მეშლება. მაგრამ რა ინფორმაციაც მე მაქვს, მე არაფერს არ ველოდები ისეც გადასარევს, რომ 4 ოქტომბერს რაღაცა დამთავრდება. ამ თუნდაც რაღაცა დიდი დასასრული დაიწყება ხელისუფლების. ამისი არანაირი ეხლა ამ წუთაც წინაპირობა არ არსებობს, ისეთი რომელიც არ არსებობდა ვთქვათ იანვარში, ან თებერვალში, როდესაც 100,000 კაცი იდგა ქუჩაში. და ნუ არ ვიცი, თუმცა ის ხალხი არ იდგა ოპოზიციასთან ერთად, ესეც გასათვალისწინებელი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაშინ სად არის გამოსავალი, ბატონ ირაკლი, ჩვენ ვსაუბრობთ დღეს შემოდგომის სეზონის პირველი გადაცემა გვაქვს და ერთგვარი ამ ზაფხულის პერიოდში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ერთგვარი ანალიზი გვინდოდა, გამოგცლოდა, ბევრი რამე მოხდა ამ ზაფხულის განმავლობაში და
ხდება დღესაც. მათ შორის ძალიან გააქტიურდა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით საუბრები. რაზეც დაუშვათ ოპოზიციას ჰქონდა მათ შორის მოლოდინი, რომ ეს იქნებოდა ყველაზე დრამატული პროცესი, ამ ინფორმაციის გაჟღერებაც კი, რომელიც ხალხს გამოიყვანდა ქუჩაში და იქნებოდა ერთგვარი რაღაც პროტესტი გაძლიერდებოდა ამ მიმართულებით, რაც ამ ეტაპზე ძალიან არ შეიმჩნევა პრინციპში, ვერ ვიტყვით, რომ ამ ინფორმაციის გაჟღერებამ რაიმე ახალი მუხტი შემატა პროტესტს, ხო? ბევრი სხვა პროცესები გვაქვს წინ ამ შემოდგომის განმავლობაში მათ შორის, ხომ საერთაშორისო ურთიერთობის დონეზე განსაკუთრებით. აი, რა მოლოდინები უნდა გქონდეს, რა შეიძლება იყოს გარდამტეხი ამ პროცესში, ეს არის ალბათ მთავარი კითხვა ახლა. გარდამტეხი ოპოზიციის ამ პროცესში შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომ ოპოზიციაში გამოშვეს ძალები, რომელიც იქნებიან ადეკვატური საზოგადოების მოთხოვნების და რომელსაც საზოგადოება ირწმუნებს, რომ ეს ხალხი ხელისუფლებაში მოვიდეს, უკეთესობა იქნება. პოზიტიური დღესასრიგი არის გამოსავალი ოპოზიციის, ხოლო ნეგატივზე აგება მთელი ამ პოლიტიკური პროცესების, ამ ნეგატივის წყალობით ხდება გარკვეული კონსოლიდირება კიდევ 20%-ში, მაგრამ ამის ზევით ეს არ არის. ამას აჩვენებს ყველა გამოკითხვა, ამას აჩვენებს მთელი პოლიტიკური პროცესი. ვიზა ლიბერალიზაცია ხალხს ქუჩაში გამოიყვანდა, უკაცო ვიზა ლიბერალიზაცია სარგებლა საქართველოს მოსახლეობის 22%-მა. 78% ვიზა ლიბერალიზაცია კი არა, ცალკეულ წასვლა კი არა, სრულად განსხვავებული პრობლემებია. ის 22% კი ბატონო არის ოპოზიციურად გაწყობილი და ნაწილი მაინც ხელისუფლებასთან ყოფავს. ამიტომ მხოლოდ იმაზე რომ მეგობარებს მიიღებენ ვიზა ლიბერალიზაციას გაგმეუქმებენ და ოპოზიციის გაიგივება იმ ძალებთან, რომელიც ამაზე აკეთებს აქცენტს, ისევ ნეგატივზე აკეთებს აქცენტს, ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით, გამოკითხვებიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას აჩვენებს. მხოლოდ ნეგატივზე აგებული კომპანიები ოპოზიცია ვერ დაამარცხებს ხელისუფლებას. ოპოზიციამ უნდა შექმნას იმედი იმისა, რომ უკეთესობა იქნება ხელისუფლება შეიცვალა. ასე შეიცვალა 2007-ში აღარება სააკაშვილი ძალიან პოპულარული. მოიგო არჩევნები, მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები, იმიტომ რომ ოპოზიციამ ამ იმედის ჩვენება ვერ შეძლო. ის რაც ივანიშვილის გაერთიანებით. უბრალოდ ხალხმა ირწმუნა, რომ უკეთესობა იქნებოდა, ხო? შევარდნაძე არ იყო 99-ში პრობლემა, რაც მოიგო არჩევნები 2003-ში უკვე როდესაც გამოჩნდა ოპოზიციაში ძალები დემოკრატები იქნებოდნენ ჟვანიასი, სააკაშვილი, ახლები ჯამურად გამოჩნდა ძალები, რომლებიც აჩვენებდნენ უკეთესობა იქნებოდა ქვეყანაში, ჯორდანს დამარცხა. ყველა ცვლილება საქართველოში ხდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ხალხი საზოგადოება ირწმუნავს, რომ ოპოზიციაში არიან ძალები, რომელსაც შეუძლიათ უკეთ მართონ ქვეყანა ვიდრე არსებულ ქვეყანას. და მარტო ის, რომ ხელისუფლება ცუდია, არ კმარა ხელისუფლების შესაძლებლად. ამიტომ ოპოზიცია სჭირდება პოზიტიური დღესასწაული. ოპოზიცია უნდა აჩვენოს, რას გააკეთა. აი იმ პრობლემების მოსაგვარებლად და გადასახლა თქვენთან იყო გადაცემული წინასწრების საუბრობდა. იმ კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც საზოგადოებას აქვს. სოფელში ადამიანს სრულიად სხვა საკითხები აწუხებს და არა ვიზა ლიბერალიზაცია და მეგობარი აქ სრულიად სხვა თემებს, სრულიად სხვა გაჭირვება აქვს ამ ადამიანებს. ოპოზიცია უნდა იყოს ადეკვატური. რაც უფრო მალე დაუბრუნდება ადეკვატურობის ნიშანს ოპოზიცია, მით უფრო ამაში არის შანსი გამოსწორების არსებული ვითარების. იმიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის, რომ ხელისუფლება როგორია, ყველა კარგად ხდება. შენ მითხარი უკეთეს რას გააკეთებ და შენ თვითონ უკეთესი და შენ თუ ამას არ ეუბნები შენ თვითონ უკეთეს. უბრალოდ შენ ხარდაჭერას ვერ იღებ. გასაგებია. მადლობა თქვენ ბატონ ირაკლი იმისთვის რომ იყავით ჩვენი პირველი გადაცემის სეზონის პირველი გადაცემის სტუმარი და შემოგთავაზეთ როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო ანალიზი პოლიტიკური პროცესების. მაინც არ შეგვიძლია რომ ვთქვა თავისუფლებაზე
აუცილებლად გიერთდებით ამ მოწოდებაში თავისუფლება მზია ამაღლობელს. ირაკლი მელაშვილი პოლიტიკის ანალიტიკოსი იყო ჩვენი სტუმარი გადაცემის დასკვნით ნაწილში. ასეთი იყო შემოდგომის სეზონის პირველი მთავარი აჭარაში და მთავარი თემები. ერთმანეთს კვლავ სამშაბათს ისევ 21 საათზე შევხვდებით. დროებით.